ძალიან დიდი ხნის წინ სირიაში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად ნაყამანი. ის სირიის ლაშქრის მხედართმთავარი იყო. ერთხელაც თავის სამწუხაროდ აღმოაჩინა, რომ კეთრი შეეყარა. ახლა იციან ამ დაავადების მკურნალობა, მაგრამ მაშინ ეს ნეულება წლობით აწამებდა ადამიანს, რომელიც საზოგადოებისგან გარიყული ხდებოდა. ნაყამანის სახლში იყო მოახლე პატარა ებრაელი გოგონა. თავისი ბატონის დაავადება რომ შეიტყო, მან განაცხადა, რომ სამარიაში ცხოვრობს ღვთის წინასწარმეტყველი ელისე, რომელსაც შეუძლია ავადმყოფის მორჩენა. რადგანაც ნაყამანი გამოჩენილი მხედართმთავარი იყო, სირიის მმართველმა ისრაელის მეფეს მისწერა წერილი თხოვნით, დახმარებოდა უბედურ სარდალს. ისრაელის მეფე ერთობ შეშფოთებული იყო ასეთი უჩვეულო თხოვნით და მასში ხრიკიც კი დაინახა, მაგრამ ელისე წინასწარმეტყველმა ეს ყველაფერი რომ შეიტყო, სახური გაგზავნა მეფის დასამშვიდებლად და განუცხადა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის. როდესაც ნაყამანი ელისეს სახლს მიუახლოვდა, წინასწარმეტყველი არც კი გამოვიდა მის შესახვედრად. არამედ მსახურის მეშვეობით შეატყობინა მხედართმთავარს, რომ 7-ჯერ ჩაეყვინთა მდინარე იორდანეში. თავიდან ნაყამანი გაბრაზდა, რადგან წინასწარმეტყველის სიტყვები დაცინვად მიიჩნია, მაგრამ თანმხლებმა პირებმა დაარწმუნეს ბატონი, შეესრულებინა რჩევა მისი სიმარტივის გათვალისწინებით. ბიბლია მოგვითხრობს, თუ რა მოხდა შემდეგ. ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმინდა. აი შედეგი ღმერთზე მინდობისა. ნაყამანი განიწმინდა კეთრისგან, რადგან ირწმუნა ღვთის ბრძანება და დაემორჩილა მას. ბევრი ჩვენგანი დასნებოვნებულია სულიერი კეთრით ცოდვით და ჩვენ გვესაჭიროება განწმენდა და განკურნება. მივმართოთ ბიბლიას, რომელშიც მოთხრობილია, როგორ შეგვიძლია განვიწმინდოთ. ერთხელ პავლე მოციქული და სილა საპატიმროში მოხვდნენ ქრისტეს შესახებ ქადაგების გამო. უფალმა მოავლინა მიწისძვრა და ციხის კარი გაიღო. საპატიმროს ზედამხედველი მიხვდა, რომ ეს უფლის მოქმედებაა და პავლეს კითხა: ბატონებო, რა ვქნა რომ გადავრჩე? პავლემ მიუგო, რომ გადარჩენისთვის საჭიროა რწმენა და ნათლობა. მაგრამ მონათვლის წინ მოციქულებმა ამ კაცს და მთელ მის ოჯახს განუმარტეს ბიბლიური ჭეშმარიტებები. მხოლოდ დამოძღვრის შემდეგ მოინათლნენ ის და მისი ყველა მისიანი. ასეთია ბიბლიური ნათლობის ნიმუში. ჩვენ გვაქვს უდიდესი საჭიროება იმისა, რომ ქრისტე მივიღოთ როგორც ჩვენი მხსნელი და მას მივცეთ უფლება ჩვენში იცხოვროს. ღმერთმა გაითვალისწინა ადამიანებისთვის გადამრჩენელი შესაძლებლობა, რომ მან უნდა შეწყვიტოს ცოდვილი ცხოვრება და დაიწყოს წმინდა ცხოვრება ქრისტესთან ერთად. ჩვენი ნათლობით ღმერთს ვაჩვენებთ გადაწყვეტილებას, რომ მისთვის ვიცხოვრებთ. ნათლობა ეს არის დასაწყისი ცხოვრებისა ქრისტესთან, ჩვენს გამომსყიდველთან ერთად. ნათლობა ასევე შეიძლება შევადაროთ ქორწინებას. ქორწილის დღეს საცოლე ჰპირდება საქმროს, იყოს მისი ერთგული მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ასევე ქრისტიანსაც უკვე აღარ შეუძლია იცხოვროს საკუთარი თავისთვის, არამედ თავის ცხოვრებას უძღვნის ქრისტეს. თუ ეთანხმებით ამ მტკიცებულებას, დაწერეთ დიახ მსურს მოვემზადო ნათლობისთვის. გადადით ბმულზე, უპასუხეთ შეკითხვებს და გამოგვიგზავნეთ.